მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. ახლა მინდა გავაკეთო გაშლა პარტნიორულ ურთიერთობაზე, ოღონდ სამკუთხედთან მიმართებაში. ნახოთ, თქვენ რა ენერგიებში ხართ, პარტნიორი რა ენერგიებშია და ის მესამე ადამიანი ჯარსებობს რა ენერგიებშია. დავიწყოთ თქვენი ენერგიები. თქვენ საკმაოდ ესეთი ძალიან ჭკვიანი, გაწონასწორებული, მიზანდასახული. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ესეთი манипуляტორი ადამიანიც ხართ, კარგად იცით ფსიქოლოგია, თქვათ, კოლეგებიც იყოს ჩემი, ხო? ეხლა უბრალოდ ხართ იმ მომენტში, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომელი გზა უფრო მისაღებია თქვენთვის და რომელი მდგომარეობა უფრო სწორი იქნება, ხო? აქ თქვენ რაღაცნაირად თითქოს როგორ ხართ, იცით, აი მეორეს მხრივ კიდევ არის ის მომენტი, რომ აი თუ ურთიერთობის მხრიდან შევხედავთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ანუ საიდუმლო ადამიანი არის თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში, ხო, ეს მომენტიც არის. თუმცა ენერგეტიკულად რო წავიკითხოთ, ენერგეტიკულად თქვენ ახლა იღებთ გადაწყვეტილებას, რა მიმართულება უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის და რა უფრო მოგიტანთ სწორ შედეგს, ხო? პარტნიორი. პარტნიორი ცოტა ესე ვთქვათ, გადართულია ძირითადად რატომღაც უფრო საქმიან მდგომარეობაში. აქვს ცოტა ესე ვთქვათ, პრობლემებიც იმასთან მიმართებაში, რომ ამ ადამიანს რაღაცა თითქოს როგორი მომენტია, იცით, განთავისუფლება სჭირდება, განთავისუფლება უნდა შეიძლება თქვენგანაც და მეორე პარტნიორისგანაც. აი რაღაცა თავისუფლება უნდა იმისთვის, რომ რისთვის? ხო, ну აი რაღაც გადაწყვეტილების წინაშე დგას, სადაც ადამიანმა უნდა მიიღოს საბოლოო განთავისუფლება, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ იმდენად აქვს ის მომენტი, რომ ეშინია რაღაც გადაწყვეტილების მიღება. გადართული არის ძირითადად სამუშაოსთან მიმართებაში, რომ არ იფიქროს ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი. კარგი, ის მესამე როგორ ენერგიებშია. ну, ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი ძალიან პრინციპულია. იცის რა უნდა და რატო უნდა. თითქოს ახლა რაღაცნაირად ბლოკებს აღმართავს თავის დასაცავად, ესე შეიძლება ითქვას, რომ თავის მიზნებს მიაღწიოს. ნახეთ, ეს ადამიანი, მესამე ადამიანი არის ისეთი ჯერჯერობით, რომ ყველაფრიდან გადის, ყველაფრიდან ეცლება სიტუაციას იმისთვის, რომ დასახოს სწორი მიზნები და სწორი სურვილები. ну, აშკარად ორივე მხარე ამ ადამიანთან მიმართებაში რაღაცას გადაწყვეტილებას იღებს, როგორც ჩანს. და ეს ადამიანი კიდე უკვე ისე არის, რომ მე მგონი ორივე მხრიდან რაღაც მოთხოვნები არის ბევრი და შესაბამისად ადამიანს თავისუფლება სჭირდება. აღარ შეუულია და უნდა რომ აღარ იფიქროს აღარც ერთ პარტნიორზე, როგორც ძალიან აიბლანდა სიტუაციურად. ამიტომაც გადართულია ძირითადად სამუშაო მდგომარეობაში. კარგით, მოდით აბა თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს ეს ადამიანი? იცით რა, თქვენთან მიმართებაში ფიქრობს, რომ რაღაც აკლია ამ ადამიანს ინფორმაციულობა თქვენთან მიმართებაში. ინფორმაციულობა რა კუთხით? ნახეთ, ბოლომდე არ არის გარკვეული თქვენ შესაძლებელია, ნახეთ, იმდენად ხა შეიძლება კოლეგებიც თქვათ თავიდან ვთქვი და თუ კოლეგების მომენტი არის, აქ შეიძლება ადამიანი ფიქრობს, რომ რამეც შეიძლება მოხდეს და თქვათ რაღაცა ისეთი ზემოქმედებას აკეთებთ, ხო? ყოველ შემთხვევაში ელოდება სიტუაციას, რომ კიდევ უფრო კარგად გაიგოს თქვენი შესაძლებლობები, თქვენი
მდგომარეობა. მეორე მხრივ ამ ადამიანის ფიქრები თქვენთან მიმართებაში არის ის მომენტიც, რომ თქვენ ძალიან ბევრ რაღაცას ასწავლით და თითქოს ადამიანი, რომელიც რაღაცა გაჩერებული იყო, რაღაცა პერიოდი არ მიდიოდა წინ, ხო, რაღაცა დაპაუზებული ქონდა თავისი სფეროები, ეხლა რაღაცნაირად თქვენთან ურთიერთობით შეიძლება დაინახა, რომ შესაძლებლობები აქვს და უნდა გამოიყენოს ეს შანსები. ну, ყოველ შემთხვევაში თქვენთან მიმართებაში ძირითადი მდგომარეობა და ფიქრები არის აი ეს რაღაცა შეცნობის მომენტები, რა ნუ ეტყობა ბოლომდე. შეიძლება რაღაცა ახალი ურთიერთობაც არის და მაგრამ იმდენად ისეთი სწრაფად განვითარდა სიტუაციები, რომ ნუ რაღაცა ვეღარ გაიგო ხო ადამიანი. კარგით, მეორე ადამიანთან მიმართებაში რას ფიქრობს ეს ადამიანი? ну, იქ წყვილია აშკარად, იქ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცა თავის დროზე შეიძლება არჩევანი გააკეთეს, მაგრამ ეხლა აქვთ ის მომენტი, რომ მიუხედავად ისა, რომ წყვილში ამოდიან, კვერთხების მეფე კვერთხების დედოფალთან ერთად, მაინც აქ არის გაურკვევლობა და რო გითხრათ, რომ რამე ფიქრობს ამა და არ იცის რა იფიქროს. თან უნდა, თან აღარ უნდა, თან ენანება, თან თითქოს გაშვებაც უნდა. ანუ იქ იმ სიტუაციაში როგორი მომენტია, იცით, რომ არც ამ ადამიანს უნდა დათმობა იმ ურთიერთობის და იცის, რომ ის ადამიანიც არ დათმობს ამ ურთიერთობას და იქ ცოტა ისეთი გაურკვეველი ურთიერთობის ფიქრები აქვს, ხო? აი რაღაც ფიქრობს იმას, რომ გააგრძელოს ურთიერთობა, რა იქნება, არ გააგრძელოს, რა იქნება, ხო? არა და იცის, რომ ესე მარტივად აქედან ვერ გავა, იმიტომ რომ არ გაუშვებენ ესე მარტივად, ხო, ამ სიტუაციიდან ძალიან ესეთი მდგომარეობა არის, რომ აი რაღაცა არც უნდა გაშვება, იმიტომ რომ რაღაცა სულიერ სიმშვიდეს მაინც პოულობს იქ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ეხა ფორი აქვს ის მომენტი აქვს და არც ერთი არ მინდა ოიძახის, ხო, ადამიანი მაინც რაღაც მომენტში აქვს იქეთ რაღაც როგორც ჩანს ორივე მხარე ამ ადამიანისთვის რაღაცას ავსებდა და ორივე მერდროულად შეუწყვიტეს ის რაღაცა შევსება, ხო? მოდით ნახოთ, საერთოდ ამ ადამიანს რა სჭირს, ან რატოა ესე, რომ ყველაფრისგან განთავისუფლება სჭირდება, რა სჭირს? იცით რა არის, აქ რაღაცა ცოტა უცნაურია, მაგრამ თითქოს არ ვიცი, მართლა რამდენი ადამიანი შეიძლება რომ იყოს ამ ადამიანის გვერდზე. თითქოს როგორი მომენტი აქვს, იცით, აი შეიძლება ერთის მხრივ რომ ვიღაცისგან რაღაცა რჩევა მიიღო, რომ ახლა გადაწყვიტე საით უფრო გირჩევნია. რა უფრო გირჩევნია, თითქოს მეორე მხრივ არის ის მომენტი, რომ აი რომლისგანაც უფრო რაღაც მომენტში შეიძლება კიდე სხვაც გამოჩნდა მის ცხოვრებაში, იცით? აი არ ვიცი რატომ მომდის ეს ინფორმაცია, მაგრამ თით ავაზუსტებ ერთი წამით. ხო, აი აშკარად ამ ადამიანს აღარ შეუძლია თავის თავთან უნდა დარჩენა მარტო. ცოტა ესე ვიტყოდი, რომ მართლა აირია უკვე ვეღარ გძნობს სწორ მიმართულებას, რჩევებსაც შეიძლება აქ რაღაცა მომენტში ისეთი რჩევებიც მიიღო, რომ ვეღარ ჩამოყალიბდა, ხო, აი რაღაცა სხვის აზრებზეც გადავიდა. მეორეს მხრივ როგორი მომენტი აქვს, იცით კიდე, რომ რაღაცა არადა ყველაფრის ჩახსნა უნდა, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს თავისთვის, რაღაცა თავისი ცხოვრება დაიწყოს, ხვდებით, აი
ყავდეს გვერდით საყვარელი ადამიანი, იყოს ღირებული რაღაცა, ძალიან არეულია. მოდით ესე ვიკითხოთ, რატო არის კიდევ ეს, რატო არის ესეთი არეული ეს ადამიანი? რატოა ესეთი არეული? ხო, პირდაპირ გეტყვით, რომ იმიტოა ეს ადამიანი ესე არეული, რომ კიდე ერთი ადამიანი გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ანუ ესე იგი თქვენც არსებობთ, კიდე მესამე პირი არსებობს და ამ თქვენს შორის და სიტუაციაში კიდე ვიღაცა გამოჩნდა, ნახეთ თქვენთანაც ბოლომდე ვერ მიიღო ის რაც უნდოდა, ვერც იქ ვერ მიიღო რაც უნდოდა და კიდევ ერთი გამოჩნდა, რომელიც რაღაცა ამ ეტაპზე თითქოს რაღაცა უფრო ავსებს ამ ადამიანს და უფრო რაღაცა სიმსუბუქეს აძლევს ხო ცხოვრებაში, რაღაც თუნდაც საუბრებით, თუნდაც რაღაცის განხილვით, თუნდაც ესე ვთქვათ ჭკუის აყოლებით ხო რაღაცა ესეთი მომენტები არის. კარგით. რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში, მაინც ნახოთ. ეცეთ რა არის, რა გეგმები აქვს არ ვიცი მე თქვენთან რა კავშირი აქვს, მაგრამ თითქოს გეგმების მომენტი უფრო იცით რა არის, სათავისო გეგმები აქვს, რომ თქვენ რაღაცნაირად ამ ადამიანის ცხოვრებაში ნახეთ თქვენი არსებობის მდგომარეობით შეიძლება აქ რაღაცა მომენტში იყოს სამსახურობრივი კავშირის ურთიერთობა და აი თქვენთან გეგმებში ამ ადამიანს აქვს ის მომენტი რომ შეინარჩუნოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თქვენგან რაღაცნაირად თითქოს რაღაცას ელოდება, ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს, რომ ყველასთან ვერ რეზონირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ რაღაცა მდგომარეობა, რომელიც ამ ადამიანისთვის ესე ვიტყოდი, ძალიან მნიშვნელოვანია. რატომღაც აქ უფრო მატერიალური მომენტი მოდის, აი ხა შეიძლება კონკრეტულად პირდაპირ ფინანსურად არ ეხმარებით ადამიანს, მაგრამ აი თქვენთან ყოფნის მერე რაღაც მისი ფინანსური რესურსი დაალაგდა, ან რაღაცა ისეთი რჩევა, ან ელოდება თქვენთან ერთად რაღაცის გაკეთებას და შესაბამისად იცის რომ ამას მიიღებს მერე მატერიალურ კეთილდღეობას და აქედან გამომდინარე გეგმებში მაინც შეინარჩუნოს ურთიერთობა, იმიტომ რომ მერე რაღაცა მისთვის სახარბიელო და სასურველი მდგომარეობა შეიქმნას. აი რაღაცა ესეთი ამ განხრით მიდის ეს ყველაფერი. კარგით, იმ მეორესთან რა თუ მესამესთან ანუ იქ იქნება იქიდან წამსვლელი არ არის და ესე ვიტყვი რომ იქ იქნება როგორ იცით აი ცივ ენერგიებში შეიძლება ითქვას, რაღაც მომენტში დამყოლი იყოს, მე რაღაც მომენტში გაცივდეს, მე ისევ რაღაც იქ თავისი კარუსელი აქვს, სადაც აი შეიძლება თქვენს გამოჩენამდეც ესეთი კარუსელი ქონდა და გაგრძელდება ეს კარუსელი დიდხანს იქ, იმიტომ რომ რაღაც ადამიანი თითქოს ხო, ანუ ვერ ხედავს თუ არა, იქ როგორი მომენტია, იცით, იქ არის ურთიერთობა, რომელიც თავის დროზე სიყვარულით შეიქმნა, იქ თავის დროზე რაღაცა ესეთი ემოციები შეიყო, თავის დროზე არჩევანი გაკეთდა და იქედან ესე ფლად წასვლას და ესეთ მდგომარეობას არაფერს იქ ადამიანს აქვს თავისი სტატუსი, თავისი მდგომარეობა და შესაბამისად რო გითხრათ, რომ იქ რაღაცა ესეთ გეგმებში აქვს, რომ დაშორდეს და წავიდეს, არა. უბრალოდ ერთადერთი რაც არის, გაგრძელდება ის კარუსელის მომენტი, თუ არ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც ჩანს პარტნიორმა, ეტყობა როგორც ჩანს ძირითადი მდგომარეობა მაინც პარტნიორზე არის დამოკიდებული. კარგით, მოდით მაშინ რახან კიდე ერთი ქალბატონი თუ რა ვიცი აღმოჩნდა. იმასთან რასაც გეგმავს, იმასთან რა აქვს გეგმაში.
ეს არის უბრალოდ ერთჯერადი ფლირტი, ერთჯერადი ემოციები, რაღაცა განტვირთვა და გასვლა იმისთვის, ნახეთ, აი თავიდან იმდენად ისეთ ენერგიებში ამოვიდა. ეს არის ცოტა ხანი განთავისუფლებულა თქვენგანაც და იმისგან და ეს არის უბრალოდ ურთიერთობა, სადაც დაიცლება და დამთავრდება. ანუ იქ გაგრძელებას როგორც ჩანს არ აპირებს, ხო, რაღაცა კი, ემოციაც აქვს, ეხლა ამ ეტაპზე რაღაცა აქტიური ფაზა აქვს, მაგრამ ეს აქტიური ფაზა იქნება რაღაც იქამდე, სადამდე უბრალოდ ამ ადამიანს ენდომება და მე დასრულდება. კარგით, მოდით აბა ვნახოთ, რას გირჩევთ სამყარო ასეთ სიტუაციაში, ცოტა უცნაური სიტუაცია ნამდვილად. თქვენ რას გირჩევთ ეს სამყარო? თქვენ რა ნაბიჯი უნდა გააკეთოთ? ეცით რა არის აქ, როგორც ჩანს, შეიძლება თქვენი მხრიდანაც იყოს რაღაცა სხვა ესეთი სიტუაცია. ნუ შეიძლება ვიღაცას მართლაც ყავდეს პარტნიორი თავადაც და შესაბამისად სამკუთხედი კი არა, აქ მრავალკუთხედი გამოდის, მაგრამ ნახეთ, როგორი მომენტია, რას გირჩევთ სამყარო, გირჩევთ რომ თქვენი ცხოვრების გზას გაყვეთ, თქვენს გეგმებს გაყვეთ, შესაძლებელია თქვენს ოჯახზე, თქვენს ნახეთ იზრუნოთ თქვენი ხა ოჯახი ყოველას, ნუ ვთქვათ, ვიღაცას შვილები შეიძლება ყავდეს ხო მარტო მაგრამ ოჯახი ხო არის მშობლებიც ხო რაღაც აი თქვენი ცხოვრების, თქვენი ოჯახის მდგომარეობის დალაგებას ცოტა ხანი თუ რა ვიცი, გაანულოთ სიტუაცია და ცოტა ხანი კი არა, აქ უფრო მეტად ეს მომენტია, რომ გაანულოთ ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ სამკუთხედი ურთიერთობა ცოტა და აქ უკვე სამართლა სამკუთხედი აღარ არის, აქ უფრო რა ვიცი, მრავალკუთხედია და იმისთვის რომ არ გაართულოთ თქვენი ცხოვრება და არ შეიქმნათ პრობლემები, დაასრულეთ ურთიერთობა, იმისთვის რომ სამყარო გიგზავნით თქვენს ადამიანს, რომელსაც ექნება თქვენდამი ემოციები, სიყვარული, ბედნიერების მონიჭების სურვილი, თქვენს ურთიერთობაზე იშრომებს, ეცდება რომ სტაბილურობა შეგინარჩუნოთ, ეცდება რომ რაღაცა სიკეთეები მოგცეთ და სამყარო გეუბნებათ, ნუ დაიმატებთ იმ ტკივილებს და ნუ დაიმატებთ იმ გაურკვევლობებს, რაც არ არის, არ მოგიტანთ თქვათ ძალიან კარგ და სახარბიელო სიტუაციას, იმიტომ რომ აქ რაღაც მომენტში ცოტა ტყუილშიც მოგიწევთ ცხოვრება, შეიძლება ვთქვათ ადამიანი რაღაცებს დაგპირდეთ და არ შეასრულოს და საბოლოო ჯამში მაინც დასრულება იქნება ურთიერთობის, ამიტომ სანამ რაღაცა გადაწყვეტ უკვე გახართ ამ გადაწყვეტილების მდგომარეობაში, რომ აი რა გააკეთოთ, ალბათ აქ უფრო ჯობია რომ მიიღოთ გადაწყვეტილება საკუთარი თავისთვის, საკუთარი იმისთვის, იმიტომ რომ ეს ადამიანი ცოტა არ იყოს და ნუ რა ვიცი, თლათ ესე ვთქვათ, სანდო ადამიანი ურთიერთობაში არ ჩანს, როგორც ჩანს და ამიტომ რაღაცა სამყარო გირჩევთ, რომ რაღაცა თქვენი ცხოვრების მოწყობაზე გადახვიდეთ და თქვენი ენერგიების დალაგებაზე გადახვიდეთ. იმიტომ რომ მაინც საბოლოო მაინც დასასრულია. და სანამ უფრო გართულდება ყველაფერი და სანამ უფრო აიც რაღაცა მიჯაჭვულობის მომენტი გექნებათ ხომ, ჯობია რომ აქ ეხლავე მიიღოთ გადაწყვეტილება და გაცლეთ. ნუ ამას ამბობს და რომ მე არ ვაძალებ არაფერს, თქვენი გადასაწყვეტია, უბრალოდ ინფორმაცია ესეთი მოვიდა. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, ყოველთვის იყავით პირველები ურთიერთობაში თქვენ და თქვენი პარტნიორი, მხოლოდ და მხოლოდ. ბედნიერება და სიყვარული ულევი.